ის ერთი განებივრებული მდიდარი ბიჭია. საერთოდ არ ვარ მისი ფანი. ჩემი აზრით, სრული იდიოტია. მთელი ცხოვრება ყველაფერს ლანგრით ართმევენ და გონია რომ UFC-მაც იგივე უნდა გაუკეთოს. საერთოდ არ ვთვლი, რომ შემდეგ სატიტულო შანსი მსახურებს. ძმაო, ბოლოს 3 წელში ვის მოუგო? დენ ჰუკერს? მოიცა, ყველას რატომ ზულს? ახლახან ისრაელ ადესანია მყავდა პოდკასტში. ახლა შენ. არმანი უძლიერესი ათლეტია, ვინც კი წინ დაუყენეს, ყველას მოუგო. კი, კარგი ათლეტია, მაგრამ მან გამროც ვერ მოუგო. მან გამროც მოუგო. გამროც ხო მოუგო? არა, არანაირად. წააგო? ეგ არ მახსოვს. კარგი, ეგ დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მას შემდეგ და შარშან მას რევანში შესთავაზეს და უარი თქვა. წარმოგიდგენია, აქ თავაზობენ რევანშს იმასთან, ვინც ერთხელ უკვე მოგიგო და შენ უარს ამბობ. აი რატომაა ნამდვილი ძუკნა. ახლა ფრთხილად, სიტყვებს დაუკვირდი. იმიტომ რომ როცა მე შემომთავაზეს ჰენრი სეხუდოსთან რევანში, თქვი არა წავალ ამ ორგანიზაციიდან და უფრო მეტ ფულს ვიშოვითქო. ასე რომ მე ნუ დამიჯახე მაგ სიტყვას. ხო, მაგრამ შენ ეგ ფულის გამო გააკეთე ძმაო. ეგ დიდი სხვაობაა. ხომ ხვდები? არმანი სხვა ორგანიზაციაში არ გადასულა. ის ისევ UFC-შია. არმანი გამროდთან მოგებით უფრო მიუახლოვდებოდა სატიტულო ბრძოლას, ვიდრე დენ ჰუკერის დამარცხებით. დენი ჩვეულებრივი ბომჟია. ძმაო, დენი საერთოდ ვერ ჩხუბობს. საერთოდ ვერ ხვდები ტოპ-10-ში როგორ არის დღემდე. მაიკლ ჩენდლერმა დაანოკაუტა და ჩენდლერი ტოპ-15-შიც კი აღარ არის. ეს რანაირად ხდება?